კავკასიის მედიცინის ცენტრში 1 წლის წინ გაიხსნა და მუშაობა დაიწყო ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ცენტრმა, სადაც არაერთი აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩატარდა, ხოლო დაახლოებით 2 თვის წინ პირველად ჩატარდა ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა ახალგაზრდა ქალბატონს, 22 წლის ქალბატონს დიაგნოზით რეფრაქტერული რეციდიული ჰოჯკინის ლიმფომა, რომელსაც მანამდე არაერთგზის ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია და ასევე აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰქონდა ჩატარებული, თუმცა დაფიქსირდა კვლავ რეციდივი, რის გამოც მოგმართა ჩვენ ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია წარმოადგენს ნათესავი ან არანათესავი დონორისგან ღეროვანი უჯრედების სულისტვინის ტრანსპლანტაციას. უამრავი გამოკვლევა ჩაუტარდა და შეირჩა დონორი. ძმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ამიტომ საჭირო შეიქმნა ამ პაციენტის მის ჩამოყვანა საქართველოში. დაიგეგმა ხანგრძლივი კვლევები, რომლის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ ძმა იყო სრულად შეთავსებული დონორი. დავიწყეთ უკვე პაციენტის და მისი დონორის მომზადება, მოგვიანებით ჩატარდა უკვე პაციენტთან მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია. ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია საკმაოდ რთული მკურნალობის ტიპი არის, რომელიც მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას. ამისთვის ჩვენი გუნდი გადაემზადა დაახლოებით 1 წლის წინ მაქს ჰოსპიტალში, ქალაქ დელიში. გადამზადება ჩაუტარდა როგორც ექიმების, ასევე ექთნების გუნდს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალოგენური ტრანსპლანტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის გუნდური მუშაობა, რომელშიც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ექთანს, რომელსაც ყველაზე მეტი დროის გატარება უწევს პაციენტთან და ასევე აღსანიშნავი არის კოორდინატორების მუშაობა ალოგენური ტრანსპლანტაციის ცენტრში, რომელიც პაციენტთან კავშირზე იმყოფება 24/7-ზე. კავკასიის მედიცინის ცენტრში ჩატარდა პირველი ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. ეს იყო ექთნებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. როდესაც იწყებოდა პაციენტის მომზადება, საექთნო და საექიმო გუნდთან ერთად ჩამოყალიბდა გეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო მედიკამენტების ადმინისტრირება, როგორ უნდა ჩატარებულიყო დონორთან ღეროვანი უჯრედების შეგროვება და ამაში ექთნებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება. ექთნის როლი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაში ძალიან დიდია. ჩვენი საექთნო გუნდი გვერდში ედგა ყოველდღიურად პაციენტს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ემოციურად. დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი გუნდისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაშიც აღნიშნული მკურნალობა სულ ათეულია ჩატარებული და თავისთავად მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. და ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნულმა წარმატებით ჩაიარა. ამჟამად პაციენტი კარგად გრძნობს თავს, მდგომარეობა მის დამაკმაყოფილებელი არის. პერიოდულად პაციენტი ჩამოდის თბილისში ვიზიტებზე, იტარებს გამოკვლევებს, მსგავსი სიხშირით ვიზიტები დასჭირდება უახლოესი 3 თვის განმავლობაში, შემდგომ ეს გაიშვიათდება უფრო და საბოლოოდ მოიხსნება აღრიცხვიდან. პაციენტი დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.